გემინისზე სურათების რედაქტირების დროს ერთხელ მაინც გექნება ნაფიქრი, რომ კარგი იქნებოდა გენერირებული სურათის თვითონ ჩატშივე რედაქტირება შეგძლებოდა. ამ ვიდეოში გაჩვენებ, თუ როგორ უნდა დაარედაქტიროს სურათი პირდაპირ ჩატში გემინი Power App-ის გამოყენებით. მოდი პირობითად შევქმნათ რაიმე სურათი და ნახოთ როგორ შეგვიძლია რომ დავარედაქტიროთ გემინის მიერ გენერირებული სურათი პირდაპირ ჩატში. ხედავთ რომ შეიქმნა სურათი და სურათზე ხედავთ რომ მაუს მიტანისას ჩნდება სურათის რედაქტირების ღილაკი edit image. ამ ღილაკზე დაწკაპუნებისას პირდაპირ რედაქტორში გაიხსნება გენერირებული სურათი და შეგვიძლია დავარედაქტიროთ ის. ეხლა აქ გაჩვენებთ უბრალოდ თუ რა შესაძლებლობები აქვს და დანარჩენი უკვე თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაინსტალიროთ ეს გაფართოება გემინი Power App-ი Chrome-ის web market-იდან, extension-ების market-იდან და თვითონ გამოცადოთ მისი შესაძლებლობები. პირველ რიგში პანჯარა გავხსნათ, უფრო კომფორტულია დიდ პანჯარაში მუშაობა და აი ხედავთ რომ არის შესაძლებელი ტექსტის დამატება სურათზე, შეგვიძლია დავამატოთ ნებისმიერი ტექსტი. და გვაქვს ამ ტექსტის მრავალმხრივი რედაქტირების შესაძლებლობა. შეგვიძლია ავიც ყველაფერს შეგვიძლია რომ გავუკეთოთ ამ სურათს ფაქტიურად. სურათზე ტექსტს, ფერის შეცვლა და ასე შემდეგ. შემდეგი არის ფუნჯი, შეგვიძლია ნებისმიერი რაღაცა დავხატოთ ზედ და შესაბამისად ფუნჯის რედაქტირების შესაძლებლობა გვაქვს. აგრეთვე გვაქვს აქ სხვა ფორმების დამატების შესაძლებლობა. ფორმების დამატების შესაძლებლობა, ხაზი, ისარი, ვარსკვლავი და ასე შემდეგ. და შესაბამისად აქვე გვაქვს მისი პარამეტრები, რომ მართოთ ჩვენს მიერ შექმნილი ფიგურები. შემდეგ აქ გვაქვს უკვე ფილტრები, სხვადასხვა სურათის ფილტრები, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ განათების მომატება, წევა და ასე შემდეგ. გვაქვს სურათის შემოbrunების ფუნქციონალი, ფლიპი და გვაქვს სურათის მოჭრის შესაძლებლობა. მაგალითად, ნებისმიერი ზომაზე შეგვიძლია მოვუჭრათ პირობითად ეს და მოიჭრება სურათიდან ჩვენთვის სასურველი კონკრეტული ელემენტი. დავაბრუნოთ უკან, ან ნებისმიერი სურათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების უკან დაბრუნება მარტივად შეგვიძლია, უმარტივესად შეგვიძლია პირდაპირ სრულად გავასუთავოთ სურათი, რა ცვლილებებით შევიტანეთ. აგრეთვე გვაქვს სურათის ზომები, მაგალითად შეგვიძლია პირობითად ასე დავინახოთ ახლა რომ როგორ შეიძლება ზომა სურათის ზომის შეცვლა და აგრეთვე გვაქვს ფორმები, რა ფორმებითაც შეგვიძლია ჩვენი სურათი წარმოვადგინოთ. მაგალითად გულის ფორმა, ვარსკვლავის ფორმა, წრე სურათი იქნება ჩამოტვირთვის შემდეგ ესეთი მრგვალი ფორმის. რედაქტირების შემდეგ უკვე შეგვიძლია ჩვენი სურათი მარტივად ჩამოვტვირთოთ დონლად ღილაკზე დაწკაპუნებით. აბა ნახოთ. მოვუწოდოთ ტექსტი ის არის რაც დავამატეთ, ყველაფერი არის ჩამოტვირთულ სურათში. გარდა იმისა, რომ შეგვიძლია სურათის რედაქტირება, აგრეთვე შეგვიძლია ჩვენს მიერ რედაქტირებული სურათი დავაყენოთ გემინის ჩატში ფონზე. მარტივად, აი
ფონზე დაყენების ღილაკზე დათქაპუნებით. დავხუროთ რედაქტორი, დავხედავთ, რომ გემინის ჩატს აქვს ფონში ჩვენი სურათი. შავი ფონი შეცვლილია ჩვენი სურათით.